ცოდნაში ეჭვი შევიტანე რა. Რაღაც ვიდეოები ვნახე. მეთქი ტყუილა არ ექნებოდა, ხო ვარიანტი არ არის. შემელს არ მეთქვა, მაგრამ ნუ ვიძახე ახლა ეს ხო არაო რა ქვია. ყოველად მწოდნელი რაღაცა პირველად მიჭირავს ხელში. ეს უნდა მუშაობდეს, რომელიც არ მუშაობს. იმიტომ აი კაჩავ დაბლა არის ის. კაი თუ აქ კიდე ვინმე ექსპერტი მიყურებთ, იმასაც გავაკეთებ, რასაც მე პირველ რიგში გავაკეთებდი რა, რომ რახან ცარიელი ტყვია, ანუ ჭიდი, იმიტომაც პირში არ მია, ხო ლულის სახლში. ჩავტენე ტყვია, ჩავდე, აჩვენე. აი, უკვე გამზადებულია. გავხსენი და ეს ჩამოწიე. დაბლა და აბსოლუტურად არანაირი გრძნობა არ აქვს. ეს შეყენებულია და ეს ბერკეტი არ მუშაობს. ძალიან საწყენია რა, რომ სულ ახალი არაკი ეს რაღაცებს აკეთებს. ეს ალბათ არის ქარხნული წუნი. ალბათ რა ეხლა ამის ვიდეოები მე ვნახე. რუსულად არ არის, ქართულად არ არის. რა ქართულად პირველად ავწეთ, მაგრამ ეგეთ რაღაცა პრობლემა აქვს. რა ძალიან ისეთია რა, ცუდია. ეხლა კაი, დადგა ისეთი პრობლემა, რომ მე რა ვქნათ, არ მიდის. აი ეს ამოწიე ბოლომდე ძლიერად მივაწექი და აქ შეყენებულ ზამბარაზე მიაწვა და მე გახსნა. ეგეთ რამებს არ უნდა აკეთებდეს რა წესით. სამწუხაროდ აკეთებს. ასე რომ თუ ამის ყიდვას გადაწყვიტავთ, ხო? ამას ყურადღება მიაქცით. იქვე მაღაზიაში შეგიძლიათ შეამოწმოთ, გაუკეთოთ და ეს ბერკეტი დაწიოთ დაბლა. და უნდა გადატენოს, რასაც ეს იარაღი არ აკეთებს. ძალიან არ მიყვარს, როცა იარაღებს ეგეთი რაღაცები ჭირს.